მესხიშვილი ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი იზორია, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი. უამრავ ჯერ ქონია თქვენთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ასეთი მძიმე, იშვიათად მახსენდება. არ ვიცი შეფასებებით დავიწყოთ დათო ჯერ თქვენგან და შემდეგ ირაკლი და შემდეგ დავსვავ შეკითხვას. საღამო მშვიდობისა, პირველ რიგში ძალიან მძიმე ფაქტია და უსამძიმრებ ოჯახს. მეორე მხრივ კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ემოციური შეფასებები ჩვენი მხრიდან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, თუნდაც ხალხის მხრიდან საკმარისი აღარ არის. არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედიები მეორედ აღარ მოხდეს. ამავდროულად მინდა მადლობა უთხრა ქალბატონ ირმას, გამონახა თავის თავში ის ძალა, რომ გამოსულიყო და საჯაროდ ესაუბრა და ის გააკეთა იმიტომ, ჩემი განცდით, რომ მან ტრაგედია ააცილო სხვა ოჯახებს. რეალურად ეს ერთგვარად პრევენციული ხასიათის გამოსვლა სხვა ოჯახებისთვის. ხო, ну, ვფიქრობ, რომ პრობლემა ხელის გულზეა, პრობლემა არის იმაში, რომ სისტემური პრობლემაა, ეს აღარ არის ერთი სტრუქტურის პრობლემა, ან ერთი ადამიანის, რომელიც კანონს არ ღვევს ამის პრობლემა, ხელის გულზე არის მთელი კასკადი აი პრობლემების და ეს არის სისტემური პრობლემა. ეს აჩვენებს იმას, რომ კანონის დღევანდელი სამართლებრივი ბაზა, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას არეგულირებს, არ პასუხობს გამოწვევებს. ეს სამართლებრივი ბაზა 364, აი კონკრეტულად ამ ეს кейსი უნდა გახდეს გარდამტეხი აი ამ პრობლემის რეალურად პრობლემის, რომელსაც ქვია მოსიარულე სიკვდილი. 364 ჯარიმა რო აქვს ადამიანს გამოწერილი და დარწმუნებული ვარ, იქიდან უმეტესობა არის ან ნასვამი საჭესთან ჯდომის, ან სიჩქარის გადაჭარბების. ის როგორ შეიძლება კიდევ ჯარიმის გადახდის, ასე ვთქვათ, სანაცვლოდ გზაზე გამოუშვა? კი, ჩვენი სამართლებრივი ბაზა არ პასუხობს ამ გამოწვევებს საერთოდ. და რეალურად ჩვენ მივიღეთ ესეთი სურათი, თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ქულათა სისტემას ვითხოვდით ჩვენ ყოველთვის წინა წლებში და ბევრჯერ გვისაუბრია, რაში გვჭირდებოდა ეს ქულათა სისტემა, გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ქულები განულებულიყო და ადამიანს რომ ქულები გაუნულდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ იმსახურებს უბრალოდ რომ მართვის მოწმობა ქონდეს და კიდევ საკითხავია უნდა მიდიოდეს მე მოკვლევა რატო ქონდა საერთოდ ასეთ ადამიანს მართვის მოწმობა. ჩვენ ხო ასეთ არანაირი ღონისძიება არ გვაქვს და უფრო მეტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ვიდეო კამერებთან ამას საუბრობ მე უკვე თვეებია, იმიტომ რომ ეს ბოლო პერიოდში ამწვავედ დადგა ეს საკითხი ჩვენი ყველას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ დარღვევა შეგეძლია იყიდო, ანუ თუ ფინანსურად გაქვს ამის შესაძლებლობა, შეიძინო დარღვევების ულიმიტო პაკეტი. აი ხო არის ინტერნეტის პაკეტს რო შეიძენთ ან სატელეფონო საუბრის ულიმიტოდ შეგიძლიათ შეიძინოთ დარღვევა და თქვენ თვითონ დაადგინოთ საგზაო მოძრაობის თქვენი წესი. როგორცაც თქვენ მოიფიქრებთ, აი წესით იმოძრავოთ. გახადა თანამონაწილი არის აი იმ კვლელობების, რომელიც გზებზე ხდება და თუ აი იმიტომ რომ მიაღწიეს ხო სხვა ქვეყნებმა საქართველოს ხო გადავალ ირაკლისთან და შემდეგ დაგებრუნდებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან აღშფოთებულა. თუ სხვა ქვეყნებმა შეძლეს, რომ სიკვდილიანობა გზებზე გაენულებინათ, ჩვენ რა გვჭირს, რატო გვეხოცება მართლა ერთი სოფელი ყოველწლიურად, ანუ მხოლოდ წელს ხო 6 თვე არის გასული წლის დასაწყისიდან 100-ზე მეტი ადამიანი და რაც ვიცით და აგერ დავითვალეთ მხოლოდ ივლისის თვე 11 ადამიანი ლამის ყოველ დღე ავტოავარიაში გვიკვდება ადამიანი. მოგესალმებით, მესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, ასევე მინდა ოჯახს მიუსამძიმლო ძალიან არ ვიცი ესეთი ტრაგედიები მართლა ხშირად ხდება და ვფიქრობ რომ ესე უბრალოდ არ უნდა უყუროთ ამას. წლები არის ჩვენ ხედავთ ტელევიზიის საშუალებითაც შევხვდება მსგავსი ტრაგედიები, თუმცა არ დაგვადგა საშველი გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ იგივე კანონმდებლობის მიმართულებით. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ გვჭირდება საქართველოში რაღაც ახალის მოგონება, ახალი ველოსიპედის მოგონება. არსებობს წარმატებული სტრატეგიები, წარმატებული ქვეყნები, სადაც ნულოვანი ხედვა გამართეს ბოლომდე ქვეყანაში, სისტემა ააგეს ისე, რომ საგზაო შემთხვევები ხდება, მაგრამ ადამიანები არ იღუპებიან. ეს ყველაფერი ხელზე არის მოცემული. არაერთი კვლევა, არაერთი პოლიტიკის დოკუმენტი, არაერთი დაკვირვება ტარდება ჩვენ ამ დარგში მომუშავე ადამიანების მხრიდან, რომელიც მართლა მოიცავს იმ ევროპულ გამოცდილებას და იმ ხედვას, რაც რეალურად ჭირდება ქვეყანას, თუმცა ამის გააზრება წყლობით მიმდინარეობს. გვჭირდება თუ არ გვჭირდება და ეს საქართველოს არ აქვს ამის მფუნება, რომ წლების განმავლობაში უყუროთ და მოვიფიქროთ რა უნდა გადავწყვეტოთ, არამედ
ხვალაც უკვე დაგვიანებულია ეს პრობლემა, ამაზე საუბარი დღესვე უნდა დავიწყოთ ამაზე ჩვენ მუშაობა და როგორც დავთომ თქვა, კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ ბოლომდე არ არის სრულყოფილი. რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ბოლომდე არ მიყვავს. იგივე ქულათა სისტემასთან დაკავშირებით გავიხსენებდი, წლები არის ვითხოვთ ჩვენ ყველა მეც, დათომაც და სხვა ამ საქმეში ჩართულმა ადამიანებმაც თავის დროზე დაუჭირეთ ხარი ქულათა სისტემას, თუმცა სანახევროდ არის გაკეთებული, ანუ ჩონჩხი შეიქმნა და ხორცი არ აქვს. გამოვიდა ესე. რა არის პრობლემა? პრობლემა ის არის, რომ კანონმდებლობით ქულები, ეხა რო შევცვალეთ, ხო გავაკეთეთ დიფერენცირებული მიდგომა. 50 ლარიანი ჯარიმა არის 30-დან 15-დან 30-მდე, 30-დან 50 კილომეტრამდე გადაჭარბებაზე 100-ია და უკვე 50 კილომეტრიდან მაღლა არის 300 ლარი. ქულებიც 50 კილომეტრამდე არის 10, მერე 20 არის. ვის აკდება ქულები რეალურად არავის არ აკდება. ანუ კამერები თუ ვერ ხდება ჩამოკლება, პატრული ვერ აჩერებს სიჩქარის გადაჭარბებაზე, გამოდის რომ ჩვეულებრივად ყიდულობენ ეს ადამიანები ამ თავიანთ დარღვევებს და ულიმიტოდ დადიან. ზუსტად ამიტომაა ჩვენ რო ვითხოვდით, რომ ეს ქულების სისტემა თლიანად უნდა შეიცვალოს და იმასაც არ ვითანხმებით, რომ დეკემბერში გავნულდეს ქულები. პირადად ფონია გამოცდილება, როცა ადამიანი უახლოვდება დეკემბერს, მაშინ არ გვაქვს, იმიტომ რომ აქვს 100 ქულა და საწაიღოც არის ეს გეგონება საჩუქარია სახელმწიფოსგან მიცემული და ეს უნდა დახარჯოს ეს ქულები და ამ დახარჯვის პროცესში შეიძლება ადამიანი შემოაკვდეს ან ძალიან მძიმე ზიანი მიაყენოს. ეს ქულების პრინციპის გადასახედია. ყველაფერი აბსოლუტურად ძირეულად არის შესაძლებელი. ეს ერთი, მეორე, სიჩქარის გადაჭარბებასთან, იგივე ურბანულ ლიმიტებთან დაკავშირებით, როგორც წეგან ვისაუბრეთ, აუცილებლად უნდა გადაიხადოს დასახლებულ პუნქტებში წარმოუდგენელი სიჩქარის სიარული არ შეიძლება ხალხნო, არ ვიცი, წლებია ვლაპარაკობ და მართლა ეს ტრაგედიები უკვე ლამის მედიიდან ისე იქცა, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა ყველასთვის და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. 469 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 8000-ზე მეტი, არ ვიცი, ძალიან მძიმე დაშავებულია და ეს ის ფაქტებია, სადაც ცეცხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული. ამდენი ფაქტია, მე არ ვლაპარაკობ იმ ადმინისტრაციულ შეჯახებებზე, სადაც არ არის მაინც მძიმე დაზიანება და უბრალოდ ავტომობილი დაიმტრა და არავის არაფერი არ ჭირს, ეს გასაგებია. თუმცა ესე 10,000-ობით არის. და რაც შეეხება ნასვამობის პრობლემას, თავის დროზე რო გამკაცდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ზაუჭერეთ ხარ, თუმცა ეს არასაკმარისია. წარმოიდგინეთ 20,000-მდე მძღოლის მართვის მოწმობის უფლების შეჩერება ხდება ყოველწლიურად. ანუ 20,000 მძღოლი წლიდან წლამდე გამოდის ქუჩაში და ფაქტიურად ეს ადამიანები არიან ქუჩაში მკვლელი იარაღები, რომლებიც დასეირნობენ და არ შეიძლება ესე. უნდა იყოს უფრო მკაცრი მიდგომა. პირიქით 6 თვე კი არ უნდა იყოს, 1 წელი უნდა იყოს და საერთოდ თუ გადავხედავთ სისხლის სამართლებრივ მიმართულებებს ევროკავშირის ქვეყნებში, ვინც ჯდება ნაცვამი, უკვე თვითიმედოვნებით გაუთხებლობი დანაშაული კი არ არის, უკვე განზრახ დანაშაულებში გადადის, როგორც სიჩქარის გადაჭარბება, მაგალითად თუ 50 კმ/სთ-ზე მეტად დაჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ განზრახ დანაშაულს ჩადიხარ უკვე გზაზე. აღსრულებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, დათო, ნახეთ, აი კონკრეტულად ეს ერთი მაგალითი შეგვიძლია ძალიან მრავალმხრივი პრობლემა დავინახოთ. ანუ 9-ში ადამიანი დაჯდა საჭესთან და თბილისში ლუკოილის ცენტრალური ოფისიდან ნატახტრის გადასახვამდე 16 წუთში მივიდა და ამ დროს ვიდეო ჯარიმებით გამოწერილი აქვს 3 ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზე. არ ვიცი, აი აღსრულების მექანიზმი როგორ მუშაობს? იქ ვიღაცა უყურებს და არღვევს, აძლევს ჯარიმებს, ასე ვთქვათ, დარღვევების უფლებას და ასე ამ ადამიანს არ ვიცი, მანამდე ეთყობა არ იყო მთელი ტრასა აღჭურვილი კამერებით თუ იქ აღარ გადაუჭარბებია, შეეძლო მთელი 60 კილომეტრი თუ რამდენია გორამდე დაეფარა აი ესე ყოველ 100 თუ 500 მეტრში ასეთი უკეთეს შემთხვევაში ჯარიმებით. კი, ხო, ეგ არის ჩვენი საჩივარიც ზოგადად და მაგას აღნიშნავთ, რომ კანონის აღსრულება საერთოდ არ პასუხობს იმ გამოწვევებს დღეს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და უპირატესობას აძლევს გზებზე იმ ადამიანებს, ვისაც ფული აქვს. აი ეს პირდაპირ გასაგები ენით რომ ვთქვათ. ანუ ის რომ კანონის წინაშე ფინანსურად შეჭირვებული ადამიანის და ფინანსურად ძლიერი ადამიანის უნდა ვიყოთ თანაბრად, იმიტომ ეს უსაფრთხოებას ეხება. ხო ეს არ არის რაღაც ფუფუნება, რესტორანს ხო არ ვირჩევთ, როსაც შევიდეთ. ეს არის უსაფრთხოების საგანი, რომელიც ყველას თანაბრად გვეხება. აი აქ არსებობენ ადამიანები, ვინც არიან პრივილეგირებულები ჩვენს გზაზე და ვისაც აქ უფლება ისე მოიქცეს, როგორც თავად გადაწყვეტს. და ამას აკეთებს ფულით. ანუ ყიდულობს დარღვევას. მას არ აკლდება ქულები, განსაკუთრებით მთავარ დარღვევაზე, ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც მე კი შევარქვი ესე საერთაშორისო ტერმინოლოგიით მკვლელი დარღვევა ქვია, რომ სიჩქარე კლავს.
აი ამ დარღვევაზე მთავარი ადმინისტრირების ბერკეტი, რაც გააჩნია სახელმწიფოს, ეს არის ქულათა სისტემა, არ არის მიბმული კამერებთან და კანონის აღსრულებასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რამდენჯერაც გაუხარდება, იმდენჯერ დაარღვიოს წესები და ამავდროულად თვითონ მოიგონოს, რომ თვითონ დაადგინოს თავის საგზაო მოძრაობის წესები და მივდივართ ამ ტრაგედიებამდე. აქ აუცილებლად მინდა თქვა, ირაკლიმ ძალიან კარგი ანალიზი გააკეთა. უკვე თანამედროვე მიდგომა, მეგობრებო, აი მინდა რომ საზოგადოებასაც მივმართო რა. ეხლა მით უმეტეს ზაფხულის პერიოდია, ინტენსიურია საგზაო მოძრაობა, საქალაქო შორისო მიმოსვლაც არის უფრო ინტენსიური და ვიღაც ფიქრობს, რომ აი 10-15 წუთით ადრე თუ სადმე ჩავა, ესე იგი ეს იქნება რაღაც საოცარი მიღწევა, ხო? ამ დროს მეორე მხარეს, სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანების სიცოცხლე, ხალხო. ანუ ის 10-15 წუთით ვითომ რაღაცის მოსწრების სანაცვლოდ შეიძლება სიცოცხლე დაკარგოს და დაკარგოთ საერთოდ და რატო აკეთებთ ამას? აი სრულიად წარმოუდგენელია, ხო? და ასევე ძალიან ხშირად არის ხოლმე ესე ნორმაა, აი ახლა ირაკლიც ამბობდა და თითქოს ნორმად მიიღო საზოგადოებამ, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა უნდა მოხდეს, იქ ადამიანები უნდა დაიღუპონ, უკვე ნორმაა, იმიტომ რომ დღეში ერთ ადამიანზე მეტი როცა იღუპება, უკვე ნორმაა. საზოგადოება მიიღო ესე იგი 450 ადამიანის დაღუპვა ყოველწლიურად და ეს არ არის ნორმა, მეგობრებო. არანაირად არ არის ნორმა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ხდება ყველგან, მაგრამ ამ შემთხვევებში დაღუპვა არ არის ნორმა. ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი იღუპება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოკლა ვიღაცამ, რომელმაც რაღაც დაარღვია იმ დონეზე, რომ გამოიწვია ადამიანების სიკვდილი. ანუ ეს არ არის ნორმა. A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელად ადამიანის სიცოცხლე გზაში არ უნდა იკარგებოდეს. რამდენი ადამიანის გავიდა A პუნქტიდან, იმდენი უნდა ჩავიდეს B პუნქტში. მეგობრებო, ეს არ არის ნორმა. და ამას პირველ რიგში, იცი და ხალხიმაც უნდა მიიღოს ეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. და ხელისუფლებამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მაგნატოში სამუდამოდ უნდა რაღაც კმედითი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მხოლოდ იმაზე საუბარი ყველგან ხდება, თურმე ავტოსაგზაო შემთხვევები სამარცხვინოა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამორალურია აი ასეთი კომენტარის გაკეთება. თუნდაც აი ამ ბოლო ფაქტის შემდეგ. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა შეიძლება ყველგან ხდება, მაგრამ როგორც წეგანა აღნიშნეთ მეც და ირაკლიმაც ნულოვანი მაჩვენებელი არის საერთაშორისო პრაქტიკა უკვე და როგორც ხდება ეს. ერთი არის კანონის აღსრულება, რომ პრაქტიკულად ჩვენ ყავს ახლა გზებზე ადამიანები, ვისაც მარცხმოწობა არ აქვთ, იცით? ანუ კანონის აღსრულება იყოს ნორმალურად, მათ ქულები უნდა ქონდეთ განულებული. ქულები უნდა ქონდეთ განულებული, კანონის აღსრულება რომ იყოს ჩვენ ესე იგი საჭესთან ყავს ადამიანები, ვინც ჯარიმას ყიდულობს, შესაბამისად განულებული უნდა ქონდეთ მათ ქულები. ვისაც არ უნდა ქონდეს მართვის უფლება, ათასობით ადამიანი დღეს საჭესთან არ უნდა იყოს. არ არიან ჯანმრთელები, ხალხი ხომ გაუწიოთ ანგარიში, ამას მენტალური პრობლემაც აღარ ქვია. როგორც ჩანს, მათ აქვთ სერიოზული ფსიქიკური, რაღაცა ნევროლოგიური თუ რა ქვია ამას, არ ვიცი სამედიცინო ენაზე, კლინიკურად გამოვლენილი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. უნდა ვაღიაროთ ეს. არ შეიძლება ასეთი ადამიანების ქუჩაში გაშვება. მე მგონია, რომ ძალიან მალე საქართველოს ისეთი ტემპებით მიდის, შესაძლებელია იყოს ცივილური სამყაროსთვის საკვლევი ქვეყანა, რატომ ხდება ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა. თუ კი ვინმე კიდევ გვისწრებს სოფლიოში ამ სტატისტიკით, არ ვიცი. სხვათა შორის ძალიან კვლევაზე გამახსენდა ჩვენ რამდენიმე თვის უკან ჩავატარეთ კვლევა ურბანულ და სასკოლო ზონებში, ეგრეთ წოდებული რადარით გამოვკვლიეთ გადაადგილების სიჩქარეებით, თუ მძღოლები როგორ აკეთებენ და ყველაზე კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ და რა 90% მძღოლების უმაღლეს მაჩვენებელს იყენებს სიჩქარეს. მაგალითად, სასკოლო ზონაში თუ არის 30 კილომეტრი დაშვებული, 44-53 მიდის, ანუ ყველა მაქსიმალურად, ანუ რაღაცა სენი გვჭირს, მე მგონი რომ ყველამ აუცილებლად ბოლომდე უნდა ამოწუროს. კაცი მხოლოდ და მხოლოდ 10% 12 არის, ვინც რეალურ საგზაო ნიშანი რაც აყენია, დამონტაჟებულია, ზუსტად იმ სიჩქარით გაიაროს და ზუსტად ამიტომ ამბობ ეს ტოლერანტული ზღვარი რაც არის. ყველა ამ ტოლერანტულ ზღვარს იყენებს, ყველა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობს და ასე რომ ეს საკანონმდებლო მიმართულებით, იგივე ტოლერანტობასთან დაკავშირებით, იგივე ურბანული ზონები. წარმოიდგინეთ მთელი ევროპა გადავიდა ყველაზე დიდი დატვირთული ადგილები, სადაც არის 30 კილომეტრიან ზონებზე და ჩვენ ხო არ ვითხოვთ 30-იანს ვითხოვთ სკოლასთან და 50-იანს ვითხოვთ არ არსებობს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც 60 კმ/სთ-ია ურბანულ ზონაში +15-75. ეს არის სიჩქარე, სადაც ადამიანის გადარჩენა, რა ვიცი, ღვედითაც უკვე შეიძლება ის იყოს სახიფათო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულებები რაც არსებობს, ეს უნდა შეიკრას
და უნდა მოხდეს რაღაც ერთიანი პაკეტის შემუშავება და ესე ცალ-ცალკე კანონმდებლობის მიღებით მე მახსოვს დათოსაც კარგად ახსოვს ჩვენ წლებია უკვე 20 წელი არაცა აბსფეროში ვარ და კურს ნაბიჯებით მივდივართ მივიღებთ ერთ წელიწადს რაღაც რეგულაციას მე ველოდებით რა მოხდება დაიღუპება კიდე 500 ადამიანი დააშავდება 10000 მე ისე მომდევნო წელს ახალი რეგულაციის მიღებას ვიწყებთ ეს არ უნდა იყოს ერთიანად უნდა მივიღოთ სიჩქარეებს აი ხა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია უნდა დამტკიცდეს გარკვეული რეკომენდაციებიც არის მიცემული და უნდა ეს შანსი უნდა გამოიყენოს ქვეყანამ რომ ამ სტრატეგიის და გეგმების მიხედვით ერთიანი პაკეტი სასწრაფოდ შემუშავდეს და ერთიანად შევიდეს ეს ყველაფერი რომ ხვალდაზე ეს ახალგაზრდები და ადამიანები არ დავკარგოთ და რაც ყველაზე მთავარია ყველაზე მეტი ადამიანი გზებზე არის 25-დან 40 წლამდე ადამიანების დაღუპულობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ადამიანები რომლებიც დოვლას ქმნიან ახალგაზრდები ამასთან ერთად 500 მილიონი დოლარი ფინანსური რესურსი იხარჯება ქვეყნის და მთლიანი შიდა პროდუქტების 3-დან 5%-მდე ძალიან დიდ ზარალს იღებს ქვეყანა ამბიდა ხომ შეიძლება მინიმალური რაღაც თანხა ჩაიდოს მოგვარებაში პრევენციაში საკანონმდებლო პაკეტების მიღებაში და ეს თანხაც ავირიდო და ადამიანების სიცოცხლის გადავარჩინო და შესაბამისად მე მაგალითად და ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ საქართველოს იყოს პირველი ქვეყანა ევროპაში სადაც ადამიანები არ დაიღუპებიან გვაქვს ამის პოტენციალი უბრალოდ გვინდა სწორი მიმართულება სისტემური მიდგომა რაც აპრობირებული მეთოდია შვედეთში ჰოლანდიაში ინგლისში და ასე შემდგომ და არიან აქ ადამიანები ვისაც გვაქვს ეს გამოცდილება და თუ გკითხავენ სიამოვნებით მივალთ და რჩევასაც მივცემთ და გავუზიარებთ იმ ჩვენ გამოცდილებასაც გვინახია დაგვიწერია გაგვიკეთებია ამდენი წლების განმავლობაში. კი ბატონო დათო აი ბოლოს თქვენთან მე მგონი მალე შეიძლება თუ ამ ტემპებით გავაგრძელეთ სხვა და რაღაცა რადიკალური გადაწყვეტილებები არ მივიღეთ არ ვიცი აი დღეს ვფიქრობდი ხა ჩემი დილეტანტური ასე ვთქვათ ცოდნით ამ საკითხთან დაკავშირებით აი მზად ვარ შვილებს ვიცავ მზად ვარ დავთმო მართვის მოწმობა ყველას ჩამოგვართვარ მართვის მოწმობა და ყველას რეალურად თავიდან არ ვიცი გაგვატანონ მართვის უნარები იქნება ეს თეორიული ცოდნა იქნება თუ კიდევ ერთხელ ვამბობ ფსიქიკური მზაობა აი მზად ვარ იმიტომ რომ აი სხვანაირად აღარ შეიძლება გადარჩევა მოხდეს ვინ არის ნორმალური საჭესთან და ვინ არანორმალური ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ აი ემოციის გარეშე ამ თემაზე საუბარი არ შემიძლია. მალე ალბათ გავხდებით თითის საჩვენებელი ქვეყანა, როგორც ყველაზე ცუდი მაგალითი სოფლიოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი უკუდებათ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. ძალიან შორს ვართ აი ამ რეალობისგან? არა, იმიტომ რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემითაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი საქართველოსია, ეს ნამდვილად ასეა, ეს სხვათა შორის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაწერილ დასკვნებშიც იკითხება და იქ ჩანს ამას არავინ არ მალავს. მეორე საკითხია რა უნდა გავაკეთოთ, ხო? საჭირო არის რეფორმების გატარება. რეფორმა ნიშნავს კომპლექსურ ღონისძიებას, ანუ ეს ღონისძიებაც ისეთ სუბუქ სიტყვა, ძირეული რეფორმები, ძირეულ ცვლილებებს ნიშნავს. პირველ რიგში ეს უნდა დაიწყოს სამართლებრივი ბაზით, კანონმდებლობის ცვლილებით აღარ პასუხობს ეს კანონმდებლობა იმ გამოწვევებს, რომელიც არის კანონმდებლობას გულისხმობ ჯერ დადგენილ ნორმებს და საგზაო მოძრაობის წესებს და მეორე გულისხმობ კანონის აღსრულების ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, იმიტომ რომ დღეს კანონის აღსრულება არც ეს სამართლებრივი ბაზა არ პასუხობს. გვაქვს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, ეს სტრატეგია გვაქვს წლებია ჩვენ, მაგრამ სტატისტიკა არ უმჯობესდება და რაღაც დადებით ცვლილებებს დიდად ვერ ხედავთ, ხო, დრამატულად რომ შეიცვალოს დადებითა რაღაცა, ესეთი რამ არ ჩანს. ამიტომ საჭირო არის ძირეული ცვლილებების გაკეთება და მე პირველად, აი რაც ამ სფეროში ვარ, არასდროს არ მithქვამს და ეხლა მინდა პირველად თქვა, რომ მივმართო, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, იმ პირებს, რომ ფაქტია, რომ ამ სფეროში, ეხლა წლებია ჩვენ ვართ 15-20 წელიც კი და რაღაც დადებითი ესეთი ცვლილებების სტატისტიკას როჩავ ციფრებს როჩავ ხედოთ, ხო? არაფერი ესეთი არ აღინიშნება ევროპაში გვაქვს უარესი მაჩვენებელი და ამავდროულად. ეს სფერო არ არის საექსპერიმენტო რაღაცა სფერო, სადაც რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, აი როგორც ირაკლი თქვა და მე უნდა დაველოდოთ იქ, აბა იმუშავება თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია, არის კვლევები, არის ევროდირექტივა, არის ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ ეს გამოვასწოროთ. ამიტომ აი მე ვამბობ დღეს პირველად და ესეთი განცდა გამიშთა, რომ ეს თქვა, მოგვეცით საშუალება, ვინც ამ სფეროში ვართ, უკვე წლებია, გვაქვს საერთაშორისო გამოცდილება, ადგილობრივ პრობლემებს ვიცნობთ სიღრმისეულად, მოგვეცით საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, დაგეხმაროთ პირდაპირ გაგებით ამ პრობლემის გადაჭრაში. ჩაგვთეთ არა საკონსულტაციო დონეზე,
და ამ კონსულტაციებიდან კიდე რამდენი პროცენტის გათვალისწინება ხდება კიდე სხვა საკითხია. მოგვეცით ბერკეტი, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ და მოგაწოდოთ კომპეტენტური დასკვნები და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. მოგვეცით საშუალება, ირაკლის მიეცით საშუალება, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები ამ სფეროში. არა საკონსულტაციოდ, რომ აი მოდი ესე ხო არ ჯობია და არა. ჩვენ არაფერს იქ ველოსიპედის მოფიქრება არ არის. საჭირო მიღებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი, ქალბატონო ემა, რომელითაც შეიძლება ადამიანების გადარჩენა. უბრალოდ ვერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ნახოთ რისკები, რა შეიძლება მოხდეს კიდევ, არ ვიცი, ეს ეთყობა არ არის საკმარისი. ყოველდღე თითო სიცოცხლე ეთყობა არ არის საკმარისი. საგზაო უსაფრთხოება არის ცოცხალი ორგანიზმი. რეალურად, იმიტომ რომ ის ცოცხალი ადამიანების პროცესისგან შედგება და როგორც კი პრობლემა მწვავდება და არ ხდება იმ პრობლემების გადაწყვეტა, საგზაო უსაფრთხოებას არჩევია გაყინვა ერთ დონეზე. ის უარესდება, როდესაც ჩნდება პრობლემა არ პასუხობ, ის კიდევ უარესდება. უფრო მეტ ადამიანს ითრევს ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რეფორმები განათლებიდან დაწყებული, საკანონმდებლო ბაზით, კანონის აღსრულებით გაგრძელებული და მოგვეცით საშუალება, ვინც ამ დარგში ვართ და კვლევარები მაინც ქვია მინიმუმ ხო ამ დარგის. მოგვეცით საშუალება, რომ მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნისთვის არის საჭირო. მადლობა, მადლობა დავით მესხიშვილი, ირაკლი ზორია იყვნენ ჩვენთან ერთად.